This პროდუქტებისა და ქათმების შემდეგ თევზის სკანდალი რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიებით ადგინდა, რომ საქართველოში კალმახს ორაგულით ასაღებენ. გაირკვა, რომ კალმახს მუქ ნარინჯის ფრად ღებავენ, გამოცემის ინფორმაციით პიგმენტით წითლად ღებავენ ხიზილალასაც. ევროპის სურსათის სააგენტოს თანახმად, გამაყვითლებლების დაშვებულ დონეზე მეტის გამოყენება საზიანო ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მარიამ ლეგიაშვილი განაგრძობს საუბარს ფორმულას ეთერში. დიახ, გიორგი, რადიო თავისუფლების კიდევ ერთი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ქართულ ბაზარზე არანაკლებ პრობლემურია თევზით. ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი ქართველი თევზის მეწარმე კალმახის საკვებში ურევს ისეთ ბუნებრივ პიგმენტს, რომ მან ფერი შეიცვალოს და გარეგნულად დაემსგავსოს კალმახს. ასევე ხდება ხიზილალის შემთხვევაშიც, როდესაც ისინი კალმახის ხიზილალას უცვლიან პიგმენტის საშუალებით ფერს და ასაღებენ როგორც ორაგულის ხიზილალას. ექიმები და სურსათის უნებლობის ექსპერტები ჩვენთან ამბობენ, რომ ამ ბუნებრივ პიგმენტის გამოყენება არის დანერგილი პრაქტიკა და თუ ამ პიგმენტს გამოიყენებენ ევროსტანდარტებით გათვალისწინებული დოზების მიხედვით, ის ადამიანების ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის. აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი უწყება, რომელიც ამას ზედამხედველობას გაუწევს და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი ლაბორატორია, სადაც ამ ყველაფერს შეამოწმებენ. ეს არის ბუნებრივი პიგმენტი, რომელიც არის წყალმცენარეებში. ბუნებაში ორაგული ვერ იზრდება თუ კრიულს, ესეთი წყალმცენარეა და სხვადასხვა ზღვის ბინადრებს თუ არ მიირთმევს და შესაბამისად აი ამ პიგმენტის ხარჯზე ეძლევა ორაგულს ვარდისფერი შეფერილობა. აქ საუბარი იმაზეა, რომ რა რაოდენობით შეიძლება იყოს გამოყენებული, თორე სხვა შემთხვევაში ამ პიგმენტის გამოყენება დაშვებულია საკვები, რომელიც შემოდის, თევზის საკვები, რომელიც შემოდის საქართველოში არის სერტიფიცირებული, არის ევროპული და თავისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით აქვს. თუმცა თუ ბიზნეს ოპერატორმა არ გააკონტროლა საჭირო დოზირება, ეს შეიძლება გახდეს ზენორმატიულის შემთხვევაში სახიფათო. არ არის დადგენილი დოზები ზოგადად მთელ მსოფლიოში, თუ რა დოზირებაზე შესაძლებელია, ვთქვათ, მივიღოთ რაიმე ტიპის ინტოქსიკაცია მოწამვლა ორგანიზმში, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად არის ბუნებრივი საშუალება. ამიტომაც ნებადართული არის ტექნოლოგიურად მისი გამოყენება და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, თუ რა თქმა უნდა ასტაქსანტინთან ერთად არ არის სხვა ისეთი განამატები, კონსერვანტები და ემულგანტები გამოყენებული თევზის საკვებ პროდუქტებში, რომელიც შემდგომში იწვევს რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას. არის თუ არა ნამდვილად საშიში ეს პიგმენტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და იყენებენ თუ არა ქართველი თევზის მეწარმეები გადამეტებულზე მეტ დოზას თევზისთვის ფერის შესაცვლელად. ამ თემაზე მუშაობას ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ და უფრო ვრცლად ამას იხილავთ ფორმულას მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.